და ჩვენ ისე უნდა დაუბრუნდეთ სიღნაღს და ჩვენს კორესპონდენტ მადონა ბატიაშვილს, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გვაწვდიდა ცნობებს მე-13 საარჩევნო უბანზე მომხდარი დარღვევის შესახებ. მადონა, შენ ისევ პირდაპირ ეთერში ხარ და გისმენთ. სიღნაღის მე-13 საარჩევნო ოლქში მთელი დღის განმავლობაში ამომრჩეველთა საკმაო აქტივობა შეინიშნებოდა, ასევე მთელი დღის განმავლობაში დაფიქსირდა არაერთი დარღვევის ფაქტი. ერთ-ერთი ასეთი ფაქტი გამოვლენილი იქნა სოფელ ბოდბისხევში მე-12 საარჩევნო უბანზე. მოქალაქის ამომრჩევლის მხრიდან ადგილი ჰქონდა საარჩევნო ბიულეტინის უბნიდან გატანას, თუმცა ეს ფაქტი მალევე იქნა გამოვლენილი. ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში ვიდეო კამერებით ადევნებდნენ თვალყურს კენჭისყრის პროცესს, კომისიის თავმჯდომარეები არაძლევდნენ ელექტროენერგიის გამოყენების საშუალებას. ისინი განმარტავდნენ, რომ ელექტროენერგია იყო სახელმწიფო საკუთრება და მათ არ ჰქონდათ გამოეყენებინათ სახელმწიფო რესურსი. ასევე პრობლემები იყო გადასატან ყუთებთან დაკავშირებით. ბოდბისხევის მე-13 საარჩევნო უბანზე მოსული მოქალაქეები ამბობდნენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ ვადების სრული დაცვით განაცხადით მიმართეს კომისიას, რომ მათი ოჯახის წევრები ვერ შეძლებდნენ საარჩევნო უბანზე მისვლას და მათთვის გადასატანი ყუთი მიეტანათ სახლში, ეს პირობა არ იქნა შესრულებული, თუმცა კომისიის წევრები არც მათთან, ამომრჩეველთან და არც ჟურნალისტებთან ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებდნენ. ახლა ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ ეს კომენტარები. მე-12 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ამომრჩეველი, რომელიც გარედან შედიოდა ბიულეტენით, შეუსწებელი ბიულეტენით, ვიდეო კამერით გადაღებას ვაფიქსირებდით საარჩევნო უბანზე და კომისიის თავმჯდომარემ გამოგვართმევინა დენიდან, იმიტომ რომ იწვება სახელმწიფო დენი. ასევე დარღვევები იქნა გამოვლენილი სოფელ ბოდბეში. 29 უბანზე მისულმა მოქალაქემ აღმოაჩინა, რომ მის მაგივრად ხმა უკვე იქნა განხორციელებული. ეს მოქალაქე ამბობდა, რომ ეს იყო ქართული ოცნების მხარდამჭერი, რომელიც თბილისიდან სპეციალურად იყო ჩამოსული სოფელ ბოდბეში, თუმცა კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ეს დარღვევა არ იქნა შეგნებულად, ეს იყო კომისიის წევრის დაუდევრობა, რომელზეც მან შესაბამისი ღონისძიებები გაატარა. ასევე მთელი დღის განმავლობაში ხდებოდა ზეწოლები ამომრჩეველზე. ერთ-ერთი ასეთი ზეწოლა დაფიქსირდა წნორის მე-9 უბანში, სადაც მოქალაქემ, რომელმაც ქართული ოცნების სასარგებლოდ განახორციელა ხმა, საარჩევნო უბანზე მისულმა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მას სიტყვერი შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის ხელყოფითაც კი დაემუქრა. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ ეს კომენტარებიც. ალბათო მომცეს ბიულეტინები, მივდივარ ყუთარ უნდა შევასო და ჩავაგდო მაჩერებს და სიტყვა სიტყვით. რა არის კოტე მეთქი და ხვალ არ გეშინია ბიჭო რა ავტომატით გადაგჭრაო? რა ავტომატით უნდა გადამჭრა მეთქი? რას მესაუბრები მეთქი? აი რაც შენმა მეუღლემ გააკეთა და შენო რო 51-ები რო შემოხაზეთ. ხელმოწერილია უკვე მე არ ამყოფილი მაგა ხელი მოაწერა. ვინ მოაწერა მე რა ვიცი. სოფელში თქვენს გარდა თქვენი სახლის და გვარის ადამიანი არის? სამნი ვარ თუ რა სამნი არის. სამი არის მარტო ლეკიექვენ წარიელი, რაც იმათ მითხრეთ. ასევე დარღვევები იქნა აღმოჩენილი საარჩევნო სიებშიც. პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და საუბნო კომისიის წევრები ამბობდნენ, რომ სიაში იქნა აღმოჩენილი ისეთი ადამიანები, რომლებიც მრავალი წელია უკვე აღარ ცხოვრობდნენ საქართველოში. გმადლობთ მადონა, ეს იყო პირდაპირ ჩართვა სიღნაღიდან და მადონა ბატიაშვილი.